აპრილი ტრაგედიისა და ამავდროულად გამარჯვების დღეა. საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევიდან 35, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი და ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა და 2 წლის თავზე ისტორიული რეფერენდუმის ჩატარებითა და უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა. ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ღმერთი! ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძე ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება ერთი მხრივ დიდ ტკივილთან, რომელიც ტკივილიც იმ ადამიანების დაღუპვას თანსდევდა, რომლებიც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მეორე მხრივ 2 წლის შემდეგ ზოგად გამსახურდიას ხელმძღვანელობით სიმბოლიზმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შეიძინა ამ თარიღს და ეს არის ამავდროულად გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდნონ. 9 აპრილისიდან გავიდა 35 წელი, არის უდიდესი ტკივილი და ტრაგედია საქართველოს და განსაკუთრებით ხაზი უნდა გაუსვათ იმ თავგანწირვას და ტრაგედიას, რომელსაც შეეწირნენ ჩვენი ახალგაზრდები, მაგრამ ამ თავგანწირვას უდიდესი შედეგი მოჰყვა ქვეყნის გაერთიანება, გაბრწყინება და ასე ვთქვათ დამოუკიდებლობის მოპოვება. მე მჯერა რომ სწორედ აი ამ შედეგს ჩვენ ეხლა ვიმკით და სწორედ მალე იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მიზანი რომელსაც იბრძოდნენ ეს ახალგაზრდები თუ ზოგადად საქართველოს მიღწეული იქნება. ის დღე იყო საქართველოს აღორძინების დღე. მაშინ რომ ერთად ვიყავით ხალხი და ერთად ვიდექით და ერთმანეთს პატივცემდით, ის დაიკარგა სამწუხაროდ. შედეგი რა არის? შედეგი ის არის რომ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. 9 აპრილი საქართველოსაც არის ძალიან ტკივილიანი, მაგრამ ძალიან ამაღლებული დღე. კი ბატონო, მსხვერპლი იყო გაღებული, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოპოვებული, თავისუფლება მიგვეღო. გულის ტკივილით ვიხსენებ ხოლმე იმ პერიოდს, გულის ტკივილი და სიამაყითაც, სხვათა შორის, იმიტომ რომ ასეთი ერთიანები, ასეთი აი როგორ ვთქვა, გამტანები, თბილები, მოსიყვარულეები, აი საოცარი ხალხი ვიყავთ, აი საოცრად გვიყვარდა ერთმანეთს უფრთხილდებოდით. Share